დილამშვიდობის მეგობრებო. რის ნახევარია და მოგესალმებით. ვდგავარაგერ გაჩერებაზე და ველოდები ჩემს ტრანსპორტს. შემიძლია ხალხო ფეხითაც ჩავიაქვია მეტრო, მაგრამ რატო? წელობათგი. ხოდა ავიდეთ სამსახურში მორიგევარ, მარიკო დღეს მამასთან რჩება, ასე რომ შვიდად შეგვიძლია ვიმორიგეოთ. ჰაი ხალხო, როგორ ხართ? შუბით. ავიდეთ სამსახურში, დღეს მარიკო მიდის ბებოსთან და პაპასთან სოფელში, მამას მიყავს მეცახის ბინახი. კართან დგავარ, თუ რამე უნდა შევარდე. ვიცით. ხო და მე მივდივარ სამსახური ქუშინაც არ იყო მარიკოც და ისე იყო. და გადავწყვიტეთ, რომ სახლში ყოფილიყო, რადგან ჩემი უყურეს ეცალა. ხო და დღეს მარტო ვრჩევი სახლში. მე თუ რა უცნაურია. დღეს სწავლე. ხვალ ჩამოვლენ. მაგრამ ხო საღამომდე მარიკოს მაინც ვერ ვნახავ, იმიტომ რომ სამსახურში მივდივარ. ხო და ეს წავედით. ჩემ პიჯაკი ჩავიცი, რომელიც დედა მაჩუქა და გიშდები ამ პიჯაკზე. და როგორ გინდა ხალხო გაიარო სამი უშველებელი ძაღლი ხა აქ არ ჩასპორტრეტით ვიღებ, მაგრამ სიტყვაზე მენდეთ. ჩემზე მაღლები. ანუ ამასობაში მარშრუტკაც გვიახლოვდა და წავიდეთ სამსახურში. თითი ხანია ტინტი აღარ წამისვამს და წავისვიეს, რაღაცა ჯანდაბა არ მომისჩა. მაგრამ თავს მაინც კარგად ვგრძნობ. ეს რატო დაიგრიხა, მოიცე. მოკლედ გუშინ ვინც არ იცით, ალბათ ბევრმა იცით უკვე სალომე ბაკურაძის მეუღლე გარდაიცვალა, მომღერალი სალომე ბაკურაძის ქვევრის მეპატრონე. და მთელი გულით ვწუხარ, იმიტომ რომ აი სალომე ესეთი დადებითი აურის მატარებელია, გოჩვენა შეხმაში გავიცანი, ეს როცა ჟიურში იჯდა, ზის უბრალოდ. ხო და იმდენი სითბო გამომყვა. და ის მეუღლეს მე არ ვიცნობდი, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა არანაირი. 40 წლის ადამიანი რო გარდაიცვლება, თუ 41 ზუსტად არ მახსოვს, ძალიან სამწუხაროა, ძალიან. და უფრო მეტად სამწუხაროა ის პოსტები, რომელიც დამხვდა დღეს დილით. ვარ შოკირებული, რომ პარტიებად დაიყო საქართველო და გარდაცვალებაც პარტიების მიხედვით უხარია ხალხს და ძალიან სამწუხაროა. და რაღაცნაირად გაითვალისწინეთ ოჯახის სამხელა ტრაგედია, აი ხერხულია. ჩემი თეთრი რაში. ორა მოუწესრიგებელია ეს ჩვენი მეტროები, ღმერთო, აი ყველა კუთხით. ნახა ლუკაში ბევრად კარგი ამინდი იყო, რაღაცა საფრთხალოს და რაღაცა ღრუბელი დამთამაშებს და იმედი მაქვს არ იწვიმებს, ნუ თუ იწვიმას ხარ აქვს აქტივობას ჯგუფში ჩავატარებ, მაგრამ რადგან ჯერ ისევ არის კარგი ამინდები, მინდა რომ აქტივობა მქონდეს ეზოში. ხო და იმედი მაქვს არ იწვიმებს. ამის იმედი მქონდა ხალხო, რომ აქვს მისხამში 24 შუზე ფოთლები ყრია და ცელოფანი მაქვს წამოღებული და წავიღოთ ხო და ის ფოთოლი დაუხვეტია თუ ყველაფერი. მაგრამ გზის კითხვა ეს არის. წავიდეთ და ავკრიფოთ. წამოვკრიფოთ ფოთლი. რამდენიც არ უნდა იფიქროთ, თუნდაც რავი 1000 ადამიანმა ვერ მიხვდებით დღეს რა მოხდა. რატომ ვარ ასეთ დროს სახლში ამ გაგანია ზიზდარის დროს სამუშაო დღეს და რატომ დავბრუნდი უკან სახლში. ამას მოგიყვებით მალე. ახლა მოვადუღოთ
ჯერ დავლიოთ ყავა, რადგან ეწნება უკვე დამეწია, შემიძლია რომ ყავა დავლიო, იმიტომ რომ ძალიან მინდა და მაღალი მქონდა შესაბამისად არ დავლიე რაღაცა პერიოდი. ცოტა ჯდომა მიჭირს და წოლაც მიჭირს, მაგრამ არა უშავს ნელ-ნელა გამოვალ, ასე ვთქვათ, მდგომარეობიდან და ახლა მოგიყვებით რა დამემართა. რატომ აღმოჩნდი ბოჭორიშვილის კლინიკაში მეცინება, იმიტომ რომ ჯერ ნერვული სიცილიც მაქვს, მაგრამ მეცინება, იმიტომ რომ ანუ ყველაფერი როგორ შეიძლება ადამიანს ემართებოდეს, უბრალოდ აი მართლა უკვე აღარ ვიცი. არ ვიცი რა დავარქვა ჩემს რაღაცა მდგომარეობას, თუ რა ვიცი, რა ქვია. ხანდახან კი არა, უკვე ძალიან ვრწმუნდები, რომ თვალიც მცემს, ნუ ყველაფერთან ერთად, იმიტომ რომ უკვე აღარ ვიცი რა ვიფიქრო და საერთოდ რა ხდება ჩემთავს, აი მართლა არ ვიცი რა. წავედი სამსახურში, გუშინ საღამოს დავგეგმე აქტივობა ჩემი ბავშვებისათვის, რომელიც დღეს მინდოდა რომ გამეკეთებინათ საბოლოო ჯამში 99% გავაკეთე და ის 1% სხვა დროისთვის გადაიდო. და რადგან თან ზიანი ამინდები გვაქვს ეს დღეები სავარაუდოდ არ ვიცი დღეს გვაქვს და ხოლა არ ვიცი, მაგრამ მგონი ხოლაც რაღაცა დავეწაფე ამინდს და მეთქი всё დღეს ბაღის აქტივობა უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ არის კარგი ამინდი და ძალიან კარგი გამოვათქო მოკლედ და დავირაზმეთ, წავიღეთ რაღაცები, გავიტანე, ჭირდებოდა ეს ბურთები თუ კალათები თუ მოკლედ. სამწუხაროდ გაზიარების უფლება არ მაქვს თქვენთვის, რამდენიც ახალისო რაღაცებს ვიღებთ და ვაკეთებთ პირველ რიგში და მოსწონთ. და მე ვიღებთ და ეს მათი მშობლებისთვის ძალიან ისეთ სამახსოვროა და ძალიან სახალისოა. მე არ მაქვს უფლება, რა თქმა უნდა, რომ ეს ყველაფერი გავასაჯაროვო, თორე აი დიდი სიამოვნებით ყოველდღე გაგიზიარებდით, იმდენი აქტივობები კეთდება და ძალიან საინტერესო და სახალისოა. მოკლედ დავიწყეთ აქტივობის გაკეთება, ბავშვები არიან ძალიან მხიარულად, მიდის ყველაფერი გლიჯინით, გადასარევად მიდის მოკლედ ყველაფერი. ჩავხურეთ ერთი ნაწილი, ასე ვთქვათ, ყველა ბავშვის ჩართულობა, ეგ თემა დაიხურა და მეორე ეტაპზე გადავედით, სადაც უკვე არა ინდივიდუალურად, მთლიანად ყველას უნდა მოეცვა ეზო და იქ უკვე უშუალოდ მთელი ჯგუფის ბავშვები ჩართულიყვნენ, მოკლედ იმ აქტივობაში, თქვათ 2 და 3 კი არა, უკვე მთელი ჯგუფი. დავიწყეთ ეგ ამბავიც მიდიოდა ლიწინით და არ ვიცი როგორ რანაირად ამდენ პაწაწუნაში ერთი პაწაწუნა აღმოჩნდა ჩემს უკან ფეხებთან, რომელიც კაცმა არ იცის ჩახუტება უნდა და კაცმა არ იცის გარბოდა, კაცმა არ იცის მოკლედ არ აქვს ამ ზარზებითი მნიშვნელობა, უცებ აღმოჩნდა ჩემს უკანა მხარეს ფეხებთან, ჩემი ზურგის მხარეს და სავარაუდოდ მომეპოტინა რაღაცნაირად ფეხზე, მე უკან გავდიოდი ამ დროს და უკვე მანდ ვიგრძენი, რომ ვერ იყო კარგად საქმე და ვეღარანაირად ვეღარ ვინარჩუნებდი კარკას და მეთქი всё ოჭველი უნდა გადავარდეთქო, იმიტომ რომ ავიბლანდეთ მოკლედ ფეხებში. უკან წავედი, თავი ვეღარ შევიკავე და მადლობა ღმერთს, აი რამდენჯერ მოვუხადე დღეს, უფალს მადლობა ვერ წარმოგიდგენიათ. იმდენჯერ ვუხდი მადლობაზე, იმდენჯერ გადავუხადე, რომ ისე ვქენი, რომ პაწაწუნას არ დავცემოდი წაქცევის დროს ზემოდა და გადავხტი ცოტა სხვა მხარეს. რამაც გამოიწვია ჩემი ძალიან ძლიერი ვარდნა. თან
მთლიანად დავარდი, ანუ არა დავეცი და გადავარდი, მთლიანად გადავარდი. რა თქმა უნდა, იმ წამსვე გადავარდნიდან დაიცალა ეზო, ბავშვების გაყვანა მოხდა ეზოდან, რომ მიხვდნენ, რომ ვერ ვდგებოდი და წავიქეცი ავდექი არ იყო და ვეღარ ვდგებოდი იყო უკვე. გამიჭირდა სუნთქვა, იმ წამს შემეკრა სუნთქვა, ვერ ამოვისუნთქე. და მივხვდი, რომ თლად კარგად აღარ მქონდა საქმე, იმიტომ რომ ვეღარ ვდგებოდი, ვერ მოვახერხე წამოდგომა. რა თქმა უნდა, დამესვენენ თანამშრომლები, იქივე იყო მენეჯერი, რომელმაც შემოიარა რაღაცა, ეთქვა, რომ ჩემი პაწაწონისთვის მომიტანა პატარა ესეთი კალათი და ამაზე რაღაცას საუბრობდით და მოკლედ მე მოხდა ის ყველაფერი, ყველა იქ ვიყავით მოკლედ რა, ამის თქმა მინდა. ბალიშები გამომიტანეს, რომ თავი დამედო, იმიტომ რომ საკმაოდ რა ვიცი, რამდენი 7-8 წუთი მაინც იატაკზე ვიყავი. კაი 6 იყოს. რაღაცა არ მოკლედ რა, მაქსიმუმ 8-9 წუთი, არ ვიცი რა, რაღაც ეგრე დაახლოებით. ძირს ვიწექი, იმიტომ რომ მიჭირდა რა მოხდა საერთოდ ვერ მივხვდი. მერე უკვე დამეწყო ის, რომ ბავშვს რამე ხო არ ვავნე, არ და ზუსტად ვიცოდი, რომ არ დავეცი, მაგრამ იმდენად იმ წამს აფექტში ჩავარდი, რომ მეთქი რაღაცა არ ვიცი. მოკლედ ბავშვზე ვიყავი ორიენტირებული, მითხოს რომ ყველაფერი კარგად იყო. ცოტა ხანი გავჩერდი, მერე ოდნავ თავი წავმაწევინეს დამეხვა თაბრუ და მერე როგორც იქნა სკამზე დავჭექით მოკლედ, დამსვეს სკამზე. ამასობაში სუნთქვა შედარებით უკეთესად მქონდა, სუნთქავდი ნორმალურად, ისე აღარ როგორც მანამდე რომ მიჭირდა სუნთქვა, ცოტა უკეთესად ვიყავი. ჩემო მენეჯერმა სასწრაფო უნდა გამოვიძახოთო, მეთქი არ გინდა, ანუ არ მიჭირს თქო, ესე ძალიან სუნთქვა და ცოტა უკეთ ვარ თქო და ანუ არა, გამოიძახეს. მოვიდნენ, რომ გამსინჯე სავარაუდოთო დაბეჟილობა უნდა იყოსო, მაგრამ ნეკლსაც არ გამოვრიცხავთო და მოდიო ბოჭოშვის კლინიკაში, ბოჭოშვი არა, მე გავიგე სად მივდიოდი, მაგრამ კლინიკაში გადავიყვანოთო მოკლედ. და ეხლა ჩემს სამსახურთან იქვია ბოჭორიშვილი, აი, გადავხუჭე თვალი, გავახილე ბოჭორიშვილში ხარ. უბრალოდ იქიდან პირდაპირ გავედით და დიდი წრე მოვარტყათ, თითქოს გვიდიოდი სადღაც ხელა გზაზე ვიარეთ. ნუ მოკლედ იქვია რა ბოჭორიშვილი. და მივედით და თქვენ ხო იცით მე მერტეები, ეგეთი რაღაცები ჩემთვის რამხელა შოკია. ხო და როგორია, რანაირია, ავიხსეს რომ ასეთი, არაფერი სანერვიულო, არანაირი რაღაცა თავზე დაფა, ну მოკლედ ყველაფერი ისეა, რომ ვისაც კატასტროფები აწუხებს, არ არის არანაირი პრობლემა. ამასობაში წარმოიშვა პრობლემა ის, რომ თურმე ნუ იტყვი და პირადობა თან უნდა გქონდეს და მე თან არ მქონდა. არა თუ სამსახური იქვია და მომაწუდიდნენ, არა თუ სამსახურში მე სახლში მქონდა. პირადობა და ფიზიკურად სახლიდან ვერავინ მომიტანდა, იმიტომ რომ სახლში არავინ არ არის. და არც თბილისში არ არის ჩემი მეუღლე. ჩემი მეუღლე და მარიკო სოფელში არიან დღეს და უთხარი, ანუ რანაირად უნდა მეთქი, რანაირად უნდა მოვიტანო მეთქი, წევარ სამსახურიდან, იმით ვარ წავუსული ახლა ფლატებით მეთქი. ხო და ну რა უნდა იყოს პირადობა, რაღაცა იგი დაფინანსება, ну მოკლედ მთელი ამბები იყო. ჩემო მენეჯერმა, ანუ რას ვქვია, რა პირადობებს ველოდებით, როცა სასწრაფოდ უნდა გავიგოთ, რა ჭირს, ესეთი ვარდნა ქონდა, რა მოკლედ. ხო და წამიყვანეს რენტგენის ოთახში, გადამიღეს. და მიხდეს რომ არის დაბეჟილობა, არ არის არანაირი მოტეხილობა, გაბზარვა, ან ასე შემდეგ. მაგრამ დაბეჟილობა არ არის მარტივი ამბავი, იმიტომ რომ იცის ტკივილები, შესაძლოა ახლა და 2 კვირის მერე დაგეწყოს გაუარესება ტკივილების, მე გავლილი მაქვს. ადრე ჩამოვარდი
საქანელიდან თუ გახსოვთ ხეზე დაბმული ის რო იყო მიბმული ვითომ თოკებით და ძალიან კარგად ვიცი რა მძიმე ტკივილები ახლავს თან მე დიდი იმედი მაქვს რომ ასეთი არაფერი იმიტომ რომ მაშინ საერთოდ გონებას ვკარგავდი ისეთი ის მქონდა ტკივილები და მადლობა ღმერთს რომ არაფერი მსგავსი ახლა არ არის თუმცა ტკივილები მაქვს იმ წამს ვერ ვგრძნობდი მაგრამ მალევე აი კლინიკაშივე თითქმის დამეწყო უკვე მე ხელების ტკივილი აი ესენი მტკივა ძალიან და მთლიანად ორივე აი ესენი იმიტომ რომ რაღაცად რომ მოვიგერიე ბავშვი და შევცვალე დავარდნის ადგილი რომ გადავარდი მთლიანად აი ასე დავარტყი მოკლედ და რა თქმა უნდა ახლა ტკივა ახლა მეტად მომემატა კიდე ტკივილი განსაკუთრებით აი ამ მიდამოებში გამომეწერეს 2 მედიკამენტი ნუ ერთი საჭიროა და მეორე თუ დამჭირდა მაშინ არის აუცილებელი ეს ტკივილგამაყუჩებელია მეორე ანუ თან ცუდად ვარ როთემდე შეიძლება ვებრძოლო მსგავს რაღაცებს აი კიდე გადმოვარდი თუ საიდანაც გადავარდი თუ აი ვერ გავიგე რა საბოლოოდ 36 ლარი გადაიხადა ჩემმა მენეჯერმა ბაღმა გადაიხადა მოკლედ ვიცი რომ მაინც შემეკითხებით და დაგაინტერესეთ ამიტომ გეუბნებით მე არ გადამიხდიათ ახლა და პირადობა გამახსენდა რომ მქონდა ტელეფონში ფოტო ოღონდ იმ ტელეფონში არა რომელითაც ახლა ვიღებ ჩემს წინა ტელეფონში ტელეფონი მქონდა სამსახურში და მეთქი სამსახურში რომ მივალ შემიძლია მეილზე გამოგიგზავნოთ მეთქი სხვანაირად შანსი არ არის ვერ აი მოიტანე ეხა როგორ მოვიტანო ანუ ძალიან მოვიტანო ეხა მე ნახა უკაში გადი გამსვლელი და გამოსვლელი ვიყავი გონზე არა ვარ ისე ცუდად ვიყავი ეხა კიდე აი გრძნობ რომ ჯდომა მსიამოვნებს მაგრამ დიდხანს არ მერემინდა რომ ცოტა დავწვე და აი ესე ვარ რა მოკლედ ხო და გამიზომეს წნება მქონდა მაღალი მაგრამ არ ვიცი არ დამალევინეს არაფერი მაღალი მქონდა მაღალი მაქვს თქო და არ ჩება ვერ გაიგეს კაცმა არ იცის მოკლედ საბოლოოდ დღევანდელი დღის მზიანი ამინდი მხოლოდ მზიან ამინდად დარჩა და ჩემთვის არაფერი მოხდა რა სასიკეთო იმას თუ არ ჩავსვით რომ უფალმა გადამარჩინა რომ არაფერი მომიტეხე მაგ მხრივ რა თქმა უნდა სასიკეთოა თუმცა სხვანაირი დღის დასასრულს ველოდებოდი დღეს მაგრამ ვერ შედგა ეგეთი მაგრამ არა უშავს თავარია რომ ჩემ პატარებს არაფერი საფრთხე არ შექმნიათ და ზედარ დავეცი არც ერთს მოკლედ და ხდება ხოლმე ყველაფერი ხდება ვერაფერს ვერ განსაზღვრავ თან ამ დროს არ დაგავიწყეთ კალათი მეჭირა ბურთებით სავსე ხელში ხო და მოკლედ აი ესე ავიხლართე ყველაფერთან ერთად და გავიშხლართე ძალიან ესეც ერთ-ერთი როგორ ვთქვა ისტორია შემორჩება ჩემს პორტფოლიოს შემორჩა მაგრამ რა ვიცი უფრო სახალისო შეიძლება შემორჩენოდა მაგრამ რას ვისწავლ ყავა დავლიოთ სუნთქვა ცოტა მიჭირს იმიტომ რომ გულმკერდის არეა ცოტა დაბეჭილი ეგ ტერიტორია მოკლედ და ეს ცოტა დავისვენებ ხოლმე სამსახურში უნდა წავიდე აუცილებლად იმიტომ რომ ხა ყველა ვარიანტი გიჟდები ხა ხვამე სუნზე აი მე ნეტა სუნის გადმოცემა შეიძლებაოდეს მაგრამ ისე მიდის ყველაფერი რომ არც მაგას გამოვრიცხავ რომ ეგეთ შეიძლებაოდეს დროთა განმავლობაში ეს ღირს ლარი
და თავმე შემიძლია ვთქვა, რომ ბევრ ნამცხოვრებს გემრიელია. სასწრაფოში რა ვყავდი, თქვენც მოდიხართო, მენეჯერს ეკითხებიან, რა თქმა უნდა, უნათიებდა. ნარავ იშვიათო ბავშვი შემთხვევაში მაინც არ მოყვებიან ხოლმეო, ეკი არაო კაცო, ოჯახის წევრებიც კი აღარ მოყვებიან პაციენტებსო კლინიკებშიო და მე მაგალითად ძალიან მიყვარს, რომ ოჯახის წევრს შეგიძლია გაუშვა კლინიკაში მარტო, როცა შენ სახლში, რა ვიცი, კექს თქვებ და ვერ მოიცალე რომ გაყვე. და სამსახურიც ჩემთვის იგივე ოჯახია, 10 საათი სადაც ატარებ დღეს 10 საათი შენი მეორე ოჯახია რა თქმა უნდა და მადლობა ნათიას, იმიტომ რომ ყველაფერი მოაგვარა რაც იყო მოსაგვარებელი, ყველაფერი მოკლედ. და ყველაზე მნიშვნელოვანი გვერდში დგომა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს. ვინმე მითხარით, რომ ჭიქა გადავაგდო. ეს მოტეხილს ხო ხედავთ? ცოცხალი თავით არ ვაგდებ. მიყვარს, ეს მოტეხილი ჭიქა მიყვარს. და ამოჩემებები მაქვს რა, როგორც ძალიან ბევრს. ესეთი ამბები იყო გოგოებო დღეს. ძალიან დიდი ხალისით წასული სამსახურში მოვედი უხალისო. მერე მეტროდან ტაქსით ამოვიდი, რის თავი მქონდა ხა ბოდიალის. მომა ჩემი სახლში არ არის და ამერიკა. აქ ჩამოსულიყო მეტრომდე. ჩემი მეუღლე აქ არ არის და რა აზრი აქვს ხა ისედაც უმანქანოთ ჩამოსვლაზე რა აზრი ქონდა. არც ხა არ ვურეკავ, იმიტომ რომ ამ დროს დავურეკო, იცი სამსახურში ვარ, უოჭველი მიხვდება რომ რაღაცა ვერ არის კარგად და არ მინდა რომ საღამოს გამოგხანდეს, იმიტომ რომ რაღაცა საქმეებია იქაც და მინდა რომ შვიდად მიხედოს იმ საქმეებს. ხოლ კი დაბრუნდებიან, მაგრამ მოკლედ. არც მამა ჩემს ვურეკავ. იმიტომ რომ ძალიან ემოციურია. გაგიჟდება, აი, სრული არ წოს მიშოვოთ, გაგიჟდება, რომ გაიგოს წავიქეცი. აი ვერც კი წარმოგიდგინეთ რაები შეიძლება აკეთოს. ამიტომ მიჩემია, რომ ამ ნერვიულობას მოვარიდო. ამბებია გოგოები. წავეცდო ხანი მივგორდები. მე არ ვიცი თვალი მაქვს. ჯადო მაქვს. თუ რა ჯანდაბა მაქვს, მაგრამ ძალიან ხშირად მემართება მსგავსი რაღაცები, ოღონდ კლინიკაში მკითხეს, რომ გონება დაკარგეთო და არა. აბა. მე ვთხარ ბავშვი არ დავცემო და გადავარდი სხვაგან დავეცი რა ვიცი რა აბა. ზუსტად გახსოვთო. თქვი 100%-ით არც ერთი წამით არ დამიკარგოს მეთქი გონება. თუ იმას არ ჩავთვლით, რომ დაცემის დროს მოხდა შემეკურა. მეთქი სხვა შემთხვევაში გულის წასვლა და რამე არაფერი არ მქონია მე ვთქვა. მე რა ხიფათიანი გოგო გყავართ ნეტა იცოდეთ. ახლა ძალიან რა ვარ ჭყუპი და გამოსული და აღარა მაქვს ნერვები. რომ დამჯდე და კაცი და კუცი. ახლა
ვისაც ახალხო გაგც ისერი რაღაცა შელოცილი რაღაცეები თვალის არა ყველა ძალიან გევედრებით მომიტანეთ მე მოგჭერთ იმაზე რა მესენის ჯერზე ყველაფერს მოგჭერთ რა იყოთ ხალხო ანა ლამაზი ქალი არ გინახიათ ანა ტრენდიულობისაგან აყვავებული ქალი არ გინახიათ ანა ქართლის დენის მოტრფიალი არ გინახიათ ანა უმაკიაჟოთაც ლამაზი არ გინახიათ ანა უსაცხითაც ტრენდი არ გინახიათ Hai ხალხო თქვენთვის გავიზმონე და ჩავიშმოტკე ესა გამომიგზავნა იმიდან დედამ გამომიგზავნა ათენიდან აკროპოლისი რო არის იქიდან ესა მაჩვია გზეტა ათენი გზეტა ვაგზალი ზუსტად არ ვიცი არ მიდახსენს რომ შეგიყვანოთ ესა ბეჭდები ტრენდიულად გავიკეთე და ესეა რენიბაუები ახლა მივდივარ პურზე რა შუაში მაგრამ ისე რო იცოდეთ ინფორმაციას გაჭუდით რა ხალხო არ ვიცი ვისა როგორ გემართება დედა ისე ხო სისხლი ჩამეგზა მე თმაღლა ჩვენი ვიფიქრე რომ არიქა კვირა და შო 12-მდე ფეხის გამწვევი არა ვდგებოდი რა ასე ჩემთან დავპირდი და მეთქი შო 12-მდე კანეც გავთიშე ყველაფერი ჩამოვაფარე ფარდები გახდა 6-ის დახევარი გავახილე თვალი ავხედე საათ დავხუჭე ვა არი ხუჭება კარგად გავახილე თვალები 7-ის დახევარია გავახილე 8-ის დახევარია რა გამოვიდა ვერ გამოვიჩინე ხო არ ვიცი რა ტვიში სისხლი მეკცრა იყო შეკაიბამი და შურო კვირა წამოგორდი შე როგორც შეგეფერე პატრონდულა და დაისვენე და დაიძინე ხო არ ვიცი რატომ მემართება ხალხი მივეჩვიე რა ეს რაღაცა დილით ხო და რო დავგეგმა უნდა დავიცინო დითა ვერა დაო მე სკრის დახევარზე რო გადაიმა იმან რა ქვია დაიწყო პოლიჯოხა სიარული პოლიჯოს მოყვა ისა დასუფთავებას მოყვა კომბოსტოს მოყვა ჯარტი და კანიც გატენდა დაო რა გამოვიდა გამოუძინებელი ვარ ლაკანა მესახეზე მეტყობა რომ გამოუძინებელი ვარ მაგრამ მე ხო გული მეჭვის ამის გამო ხო და ვაიმე იმ ჯარს ერთხელ უნდა ჩავახტენი სტურში არ ჩემ კარეთთან უნდა დადგეს და დაიკინოს შვილი 10 ჯერ გამედი მე ვთხარი შვილი ბალღი მყავს მე თომა პატი მოვაჭყუნე და მაშინ და შვილი მყავდა და გაიზარდა მაგრამ მე ვდები რომ ვითქვა კიდე შვილი მყავს მეორე რა არა იცის მაგარამდენი მყავს კარგი მეტყვის აღარ დავიკივლებ თქვენ სახთან კიდე სარგაცილებული კივის დაო ძმაო მამა გადი რა იქით იყვირე რა ნუ ყვირი ვეუდები გაიღვიძა ბაღმა ისე რომ თქვა მე ხვიჭება ბაღს არა მარა მე სხვა ადამიანი ვარ ხო რა ქნაში მაგაც ჩემ გაღვიძება სადაელოდოს ისე რომ თქვა ხო რა ვიცი კვირათხე ტყუილა ჩაი არა და მაინც ვერ გამოვიძინე და მე მაიდლამასი ვარ მაგრამ ბაი ესეც ქონდა ჟელიბონი ჩემს ბლოგზე დავდე ვიდეო სადაც ჩანს დოდონა ივანიშვილი და ქალბატონი ჟურნალისტი და გაშარჟებულია მოკლედ ეს მონაკვეთი როგორც ძალიან ბევრი რამ დოდონას მხრიდან და დაიწყო არ დავიწყება ერთი და იგივე ადამიანი მილიონი Facebook-ით მლანძღავს და არა მხოლოდ ეგ ძალიან ბევრი უბრალოდ დაბლოკავ სოკოებით მრავლდებიან მაგათ იმდენი აქვთ ეს ფარული უზერმე რამდენები არ ვიცი ხალხო შობლები არ ყავთ ალბათ არ ვიცი ან და ან ძმა ან მეგობარი ან ვინმე სულიერი მამა არ ვიცი ვინმე ვინც დაგარიგებთ რომ მიმღებლობა უნდა გქონდეთ რაღაცეების ელემენტარული გაზრების უნარი უნდა გაგაჩნდეთ და ზოგადად როგორც არ უნდა ვფიქრობდე ვინ მიგდიხარ ასე რომ დაასდევ ჩემს ვიდეოს დაათრევ ვიდეოს და მლანძღავ კომენტარებში და პირადში ისე რომ ყაბა ხუთში ჩამომვარ და აი
სად იზრდებით, უბრალოდ მართლა არ ვიცი. არც ვიცი რა ვთქვა ხალხო, რა ამბავი მოყვა ამ ვიდეოს და რა ხდება ჩემს მესენჯერში და რამდენი კომენტარი დავბლოკე. ძალიან ისეთი, რომელიც ნამდვილად არ უნდა გააჩერო არც ერთ ვარიანტში ბლოგზე, რომელიც მით უფრო იუმორისტულია, აი ვერ აგიხსნით. სამარცხვინოები ხართ თორე, ანუ მე რა მილიონჯერ დაგბლოკავთ რა პრობლემაა. რამდენს გიხდიან, რომ კომენტარებში ადამიანები ლანძღოთ. ხო, რას გეძახიან ბოტებს, ტროლებს თუ ჩექმებს თუ ვიხარ თქვენ აი თქვენერი კატეგორია. რა ვიცი, რა გქვიათ თქვენერი კატეგორიას. ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემს ბლოგზე დაუშვებელია ლანძღვა, გინება, ყოველგვარი შეურაცხყოფა არის დაუშვებელი. იმიტომ რომ მე არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას და არავისგან არ მივიღებ შეურაცხყოფას. და ყველას გამოგაჭენებთ დედაბუდიანად. გააჩნია შეურაცხყოფას და ახლა რაც ხდება ჩემს მესენჯერში ფიზიკურად და კომენტარებში რაც ხდება და ვშლი უბრალოდ ვერ გამოვაქვეყნებ. არ ვიცი რანაირი ადამიანები ხართ. თუ არა ადამიანები უნდა მეთქვა ბოდიში. რა პოზიციაც არ უნდა გქონდეს ადამიანს, რა უფლება გაქვთ უბრალოდ მსგავსი რაღაცეები აკეთოთ. რამდენს გიხდიან მართლა 5-დან 10 თუ 15 არს. ეხლა მე თქვენ ვინ გადაგიხდით. ეს ძალიან პატაწყნა ვიდეო კი ძალიან მომწონს უბრალოდ ვერ ვდებ ხმით, იმიტომ რომ აი ბლოკება YouTube-ზე, მაგრამ ძალიან მიდიოდა ეს პატარა კადრები გენახათ. შეგიძლიათ ახლო მომავალში დოდონას ბლოგზე იხილოთ და ასევე TikTok-ზე ეს მონაკვეთიც. ლიპსინგი ერთ-ერთი სიმღერის, რომელიც მე ძალიან მომწონს. Bye.